დავათვრე სიბნელე სინათლე მოვიდა. რამდენი მეტრია 64 გორიდან. ხაშურს გამოვსდი დიდი ხანია თბილისში ჩასვლა მომიხარია. გოგი ჟანრი და რობიკო, გია რამაზი, იური, უდავოდ არის შედევრი წრეცარცის კავკასია. რა გინდათ ჩემგან რა დაგიშავეთ, ხიმილის დროსაც აფრქვევთ სიშავეს, ის რომ ღერი ვარ, ვინმეს გიშლით, ოდიშს მოგიხდით ჩემი ვეწინსვლით. ვისვალი, თეთრი მთვარე და ღამურა წეში, ვიცადი ჩუმად მე ასში, ასი წერტილი მძიმე, ასოდა სიტყვა, წინა დადება პირველად ვინ თქვა, სინათლე სიბნელე ცეცხლი და წყალი, ხარი დასვივა, თოვლი და ჯარი, სიყვარული მაგეთო. რამე გადავაგეთო, სიყვარული მაგეთო, რამე გადავაგეთო. ცოტა გახდი, ჩემო კარგო, გახდი, მაგრამ არა უშავს. კი, გავხდი, რა ვიცი, მეგონი სულით მაგარი ხარ, სულით. კი, აი ნერვებს დავუყო ცოტა. თევზი ხარ შენ, თევზების ზოდიაქოთი, ხო? ეხლა გაკ ყველაზე კრიტიკული, ყველაზე სუსტი პერიოდი წლის განმავლობაში. აი ამ პერიოდში რაც შეიძლება ვთქვილად. გავხსოვდით 15 თებერვალამდე. 15-ის მერე შენ ეგზნობ. ტონუსიც მაგარი გაქვს, ხასიათზეც მოდიხარ, სტაბილურობა, უკვე ეგ მზე 18-ში გადადის შენს ნიშანში და უკვე შენი დროა. საბოლოო არჩევანის ნიშანი არის თევზები. განაძლიერე ეზოთერობა, ძალიან ძლიერი. მერე ხელოვანია, პოეტია, ლიტერატურია, ქველმოქმედია და ყველაზე ადამიანის აი მოყვარული ნიშანი, კაცს მოყვარე თუ მინდა იპოვო, ეს თევზებია. ესმის, მაგრამ მინუსები რო გაქვს რა უყურთ. აი რა. ჩემო კარგო, მინუსი პირველი შენ გაქვს ზღვარ გადასული ფანტაზია. ძალიან კარგია ფანტაზია პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მაგრამ არ არის რეალურ ცხოვრებაში. აქ ცოტა ნებისყოფა უნდა ჩართო. რამდენად რეალურია ის, რასაც მე ხედავ, ამა თუ იმ პიროვნებაში, აი რაიმე თუნდაც საქმეა წინადადებაში. თავს ვარ ვიტყვებ. რათა ილუზიისგან გამთავისუფლდე, ეს ერთი. მეორე, მაგ შეკითხვა გამჩენია საკუთარი თავი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც მაქვს ეხლა და აი რისგანაც ვერ თავისუფლდები რა, რიცი? რომ აი დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ, სხვა ადამიანების ჩარჩოში ჩაჯდომა და იმით მხრიდან ყურება, რასაც ისინი განიცდიან. თანაგზნობა კარგი ადამიანურთვისებაა, მაგრამ თევზებს რო აქვთ, ეს არის სასწაული. ესმის, არნახული თანაგზნობა, რომლითაც ხშირად ხვებს ის ხვები, ამ თანაგზნობას იყენებენ თქვენ და საწინააღმდეგოდ. საქართველოს თუ აქვს ზოდიაქის ნიშანი. აბა როგორ? რა ხდება? აბა შენ როგორ ფიქრობ, რა იქნება საქართველოს ნიშანი? აი შენ ხო ინტუიციური ნიშანი ხარ. აბა, არა შენ არ ვიცი ხარ, რამდენად კარგად იცნობ 12 ზოდიაქოს, რო ეს გასა. არ ვიცი, ალბათ ლომი. ინტუიციური თემი. ოჩა, ხვალე. ლომები ვართ, ბიჭო, არ ჩანს ეს ხასიათი, მანერა, აი პომპეზურობა, სიარულისას ან მანქანიდან გადმოსვლისას. რატო ისჯებით? ხშირად მეკითხებიან, ხო? ვისჯებით, იმიტომ რომ მივდივართ ლომის ცუდი თვისებებით. ჩვენი რელიგია პირდაპირ იძახის, თუ იყავი თავდაბალი, ხო?
არა აპარტამენტი, პირდაპირ ეწინააღმდეგება, ესე იგი ლომი ამ ყველაფერს. ზუსტად, ანუ საქართველო ამ შემთხვევაში. ხშირ რაშია უბედურება, თორე სხვა ლომი რო იყოს, იმათი პრობლემა, მაგრამ ჩვენში გაღვივდა ეს. ჩვენ დავარღვიეთ ეს კანონები, შემოკარგო, რითიც უნდა ვიაროთ, გადავედით უკიდურესობაში. ჩვენ ახლა წავიდით კიდე რა გზით, დააკვირდით ფული, მატერიალური სახსრები, გახდა უმთავრესი. ამიტომაც ახლა ადამიანს როცა პრობლემა ექნება, რა არის პრობლემა? მე ყოველთვის ვეუბნები, აი დავუშვათ თქვენ ცუდად ახართ ახლა? ესე იგი კარგია. ვიждებიან ხოლმე, როგორ არის კარგი? ვეუბნები, კარგია იმ ხრივ, რომ ესე იგი თქვენ გეტკინათ. როცა ადამიანი ცუდად არის, იწყებს ფიქრს, რატო? რისთვის? რა დავაშავე? როცა კარგად არის, ამაზე არ ფიქრობს. ჩემთან არც ერთი მინისტრი არ მოდის. ჩემთან მოვა გადამდგარი მინისტრი, რომელიც უკვე ცუდად არის. აურა ერისა ძალიან დაბინძურებულია ახლა შემოკარგო. მეთოდას ამდენი ომების შედეგად, ამდენი გამოსვლების, ამდენი ხედრიონების და უბედურების შედეგად, ხო? აი ახლა სად უჭირს საქართველოს რომელ ტერიტორიაზე ყველაზე უფრო აი ახლო მომავალში? ის რომელ ადგილას? ისევ ზუსტად ის ზონები, რომელიც ახლა დაიჭრა, ეს არის ყველაზე სუსტი. ქართლი და ეს არის სამეგრელო. ყველაზე სუსტი. რა მაინტერესებს ახლა აი როდის არის დაუშვათ ან როდის გონიათ თქვენ რომ ეს ლომი რასაც საქართველოს ქვია რაღაც დაიწყებს ესე ვთქვათ პირველი აგურის დადებას თავისი ბედნიერი მომავლისკენ აი როდის 2020 წლიდან ახლა შენ გაითვალისწინე რა რთულ ზონაშია სამყარო მათ შორის საქართველოს ჩვენ აპოკალიფსის ზონაში შევედით ბიბლია ამას გვამცნობს შემდეგი 2000 წელი ეს არის ფანტასტიკური აღშენებლობის და თეთრი ძალების გამარჯვების პერიოდი, მაგრამ სანამ ეს დრო მოვა და ეს არის 2020 წელი. იქამდე არმაგედონს ეძლევა 20 წელიწადი თითქმის. რათა პროექტყვიან მათრახი მოარტყას ერთხელაც და წავიდეს. აი მათრახის მორტყმის პერიოდში ვართ, ამას ქვია აპოკალიფსი. ეგ არის რა. და ზეგი ქვეყანა ლომია ჩემი ამ პარტავანი, მაგრამ თავმდაბალი ლომი მიჩვენე ამ პარტავან ლომს, არა? ჩვენივე თავში ვიპოვოთ გამოსავალი. როგორც დედა ვაგლავ შვილსა ვერავერ შელევია. ჩემი ქვეყნის ცუდიც მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია. როგორც უცბად ვარდის ეკალს ეს სისხლი შერევია. მე ვარდის ეკალიც მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია მითხრეს სადღაც იმერეთში ვარს ჭია შერევია. იმერლების ჭიაც მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია ვიცი კარგად უცხოსენი ქვეყანას მორევია. ესენს ვეღარ შევიყვარებ, უცხოს შენერევია. ესენი ხმათ მომეცი? Așera magari mă conia